რატომ წერ ვიდეოებს რუსულად? ესე იგი, ამ კითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს ხალხო. ჩემი 4 ბიზნესიდან 4-ვეში პრედომინანტულად, ანუ უმეტესად კლიენტები არიან რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი აუდიტორია. სამწუხაროდ. სამწუხაროდ, იმიტომ რომ მომისურვებდი მე თვითონაც რომ მეტი ქართველი იყო ჩვენი მომხმარებელი, თუმცა ამის მიუხედავად გადახდის უნარიანი საზოგადოება დიდწილად არიან ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ხალხი. მათ შორის ქართველები, რომლებიც საუბრობენ ამ ენებზე. ამიტომ მე ვიწერ სხვადასხვა ენაზე ვიდეოებს და გაცნობ სიახლეებს სხვადასხვა ენაზე. ჩემი მომსახურება დიდწილად წარმოადგენს იურიდიულ საგადასახადო და ბუღალტურ მომსახურებას. ასევე ეს არის სტომატოლოგია, პრემიუმ სტომატოლოგია, ერთ-ერთი საუკეთესო სტომატოლოგია თბილისში. ასევე მე მაქვს უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც ასევე ახდენს მშენებლობას, რემონტის განხორციელებას და ასე შემდეგ. და მე მაქვს ასევე ხელოსნების გამოძახების სერვისი Handyman-G, რომელიც ემსახურება ძირითადად ბიზნესებს სხვადასხვა ხელოსნურ ამბებში. მე ერთმა მირჩია რომ პაკისტანურადაც ჩაწერეო ვიდეო და პაკისტანურად ვერ და არ ჩავწერ, იმიტომ რომ ჯერ ერთი პაკისტანურენოვანი მოსახლეობა არ არის გადახდის უნარიანი და მეორეს ერთი არ ვიცი პაკისტანური. ყველას ბედნიერი დღე.